დამზადებული ხალხო არც პამიდორი იყო, არც ბადრიჯანი, არც კარტოფილი. და შიმშილი იყო, ომის შემდგომი პერიოდი იყო და ხალხს შიოდა და რაღაც ყონა ეჭამათ. ხო, და ბევრ საერთოდ არ შეედათ, იმიტომ რომ ყველაფერი ნატურალური იყო. მაგალითად ისეთი გემრიელია სვინტრის წნილი ღიმის წნილი ეს ბებიაჩემ კოპჩხილოს წნილი ეხლა აღარ ამზადებს მაგრამ აი მოხუცებმა მთიულებმა იცოდნენ ველურ მცენარეებს აწნილებდნენ ხალეულს აკეთებდნენ და იმიტომ იყვნენ ჯამრთელებიც აბარა კარგით მეგობრებო კი არ გვინდა დავშორდეთ ერთმანეთს ნამდვილად გვიჭირს დაშორება შეგეჩვიეთ მარიამ ჩემს სატელეფონო დარს ელოდეთ უმოკლეს დროში დაგირეკავ დამირეკეთ ძალიან გამეხარდება იმიტომ რომ წიგნი მაქვს გადმოსაცემი თქვენთვის მე არ დავიწყებია ჩვენ შეგვპირდით წიგნი ქალბატონო მანანა ხო აი მეც უნდა დამერეკა და დრო ვერ მოგძებნე რომ გამოფსულიყავი აი რომ ვერ დამირეკეთ ჩემო კარგებო ჩვენი უნივერსიტეტის ასე ქვია ახლა თუ სამედიცინო ინსტიტუტია წიგნების განყოფილების ხელმძღვანელი ვინც არის ასე ქვია ის უკვე შვებულებაში წავიდა და 1 სექტემბრიდან იქნება არა უშავს მე სექტემბერში უჩემოთად შეგიძლიათ მიხვიდეთ სამედიცინო ინსტიტუტი ანუ ახლა ქვია სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმწიფო როშებიან ეზოსედაცია დაგირეკავთ მაგ საკითხზე მანანა ეხლა ქალბატონ მარიამს მინდა მოუხადო უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის ამ ცოდნისთვის გაზიარებისთვის გადმოცემისთვის ძალიან კმაყოფილი ვარ მე პირადად კარგი დასვენება სექტემბრამდე თუ ვინმეს რამეში მეც დაგჭირდით ხალბატონოლია თქვენ ჩემი კოლეგა ბრძანდებით და გთხოვთ დავიკონტაქტოთ კი გენაცვალე სიამოვნებით მადლობა ყველას ბედნიერი ზაფხული მარიამის დამსახურება კარგად იყავით კარგად მადლობა კარგად მეთქმა დალოცვილი გამყოფოთ ბედნიერი ზაფხული ყველას და კარგი დასვენება მადლობა ყველაფრისთვის კარგად მანანა აი რასაც სოცილოები არიან